ლუქსემბურგში 21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა იქნება. ამის პარალელურად ევროკავშირის მისამართით მმართველი პარტია კვლავაც კრიტიკულია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი უცვლელია და ქვეყნის სტრატეგიული მიზანი კვლავ ევროკავშირში ინტეგრაციაა. მათი თქმით, ევროკავშირი ისტორიულად დაფუძნებულია ძლიერ იდენტობაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, თუმცა დღეს თავად ევროპაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ევროკავშირის წევრ ქვეყნების არათუ ცალკეული ქვეყნების როლი საერთოდ განულებულია. ევროკავშირსაც მის საგარეო წარმომადგენლებს ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დივანი პირადად არც კი ხვდება. და ვხედავთ ჩვენ ადამიანებს, რომლებიც აყოლილი არიან წითელ ხალიჩებს, ერთმანეთთან ჩახუტებას და დროშების ქნევას, სლოგანების წამოძახილს. ეს არის დღეს სადამდეც დაიყვანეს საერთაშორისო პოლიტიკა. ამის საპირწონედ ჩვენ ხედავთ, რას ნიშნავს ლიდერობა ჩვენი რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელების მაგალითზე. რაც უფრო დრო გადის, დარწმუნებული ვარ, მით უფრო კარგად ხედავენ თავად ევროკავშირის ლიდერები და ის ბიუროკრატები, ვინც ჩვენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, შანტაჟის რეჟიმში გვამყოფებდნენ, რომ მათთვისვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი. ყოველი მომდევნო შეხვედრისას, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ იგივე საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკომისრები თუ ასე შემდეგ ყველა ადამიანი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და მონაწილეობს ამ ფორმატებში, კიდევ ერთხელ და რაც შეიძლება მეტად რაციონალურად იმსჯელებენ და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას საქართველოს მნიშვნელობაზე. ოპოზიცია ქართულ ოცნებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკა ევროკავშირის მიმართ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აზიანებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება დასავლურ კურსს მიზანმიმართულად შორდება. ოპოზიცია ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დემოკრატიული სტანდარტების სრულად დაცვის გარეშე შეუძლებელია და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საგარეო კურსი შეცვალოს. ისენა და ყოველდღიური უარყოფითი ნარატივი, რაც არის გაცხადებული ევროკავშირის მისამართით, ეს კიდევ ერთხელ უხერგავს გზას საქართველოს ევროპულ დღის წესრიგში და ევროპული სტრუქტურების ნაწილად ყოფნის. ანტისახელმწიფოებრივია ის პოლიტიკა და ის ნარატივები, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან, რაც შესაბამისად ძალიან ცუდად არის აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც და ეს ყველაფერი კი აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს განცხადებები ოცნების წარმომადგენლების თუ ლიდერების კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ თანხვედრაშია ოკუპანტის ოფიციალური პირების განცხადებებთან. სამწუხაროდ ორივე ეს განცხადება აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს საქართველოს ინტერესებს, ძირს უთხრის დემოკრატიას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს, გრძელვადიან მშვიდობას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. აუცილებელია პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რაც უნდა დააკმაყოფილო, რომ ევროკავშირის წევრი გახდე. იქ რომ კარგია, მაგითო გვინდა, რომ იქ ვიყოთ, მათ შორის უნგრეთის მაგალითი გვეუბნება, რომ ევროპა შეიძლება ითამაშო დიქტატურა, მაგრამ რეალური დიქტატურა ვერასდროს ვერ გახდები, ორბანი ვერ გახდა რეალური დიქტატურა და ქართული ოცნებისთვის არ არის ეს ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ გააგრძელონ ის ოპერა, როგორც ოპერების შესაძლოა, როგორ შეიძლება ხელისუფლებას, რომელიც მიისწრაფის ავტორიტარიზმისკენ, უნდადეს ის, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. პოლიტიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არსებული ვითარება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკას შორის სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნის. მათი შეფასებით, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და კონკრეტულ პროგრესს ელოდება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება. ქვეყანას, რომელსაც ყავს ამდენი პოლიტპატიმარი, ქვეყანას, სადაც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს იჭერენ, აი მის პრემიერ-მინისტრს შეუძლია თავისუფლება მისცეს და ისაუბროს იმაზე, რომ ბრიუსელს აქვს პრობლემები და საქართველოში ყველაფერი ძალიან კარგად არის. ნუ ამას ერთადერთი სახელი აქვს, ეს არის უტიფრობა. შეძლებს თუ არა საქართველოს შეინარჩუნოს მკაფიო ევროპული კურსი თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და წინააღმდეგობრივი გზავნილები კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას მის სტრატეგიულ მიზანს. ახლა პოლიტიკოსების ყურადღება 21 აპრილს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეა მიპყრობილი.